ესე იგი ეზეკიელს ყავს სამი უდიდესი წმინდანი ძველი აღთქმის დასახელებული, ეს არის ნოე, ეს არის იობი და ეს არის დანიელი. აი აქედან არის, ეს არის გასაღები ფაქტიურად ჩვენთვის დანიელის წიგნის შესახებ, როგორც მოგახსენეთ დანიელის წიგნზე ბევრი რამე არის დაწერილი, მაგრამ აი ჩვენ დავიწყოთ აქედან. რა არის აქედან დასაწყები? რატო ახსენებს, რატო აი ამისი ამოხსნა ამ საიდუმლოების, რა არის? აი რატო ასახელებს ამ სამ ადამიანს ერთად? რა არის საერთო მათ შორის? კი, ესენი დიდები იყვნენ, წინასწარმეტყველები იყვნენ ყველანი, მაგრამ აი რატომ გასაღები, იცით? მეორდება ისევ იოსები ვახსენეთ, ჩვენ იოსების ტყვეობა ეგვიპტეში, ხო? და იოსების წიგნის გასაღები არის მოცემული ფსალმუნებში. იოსები მე-18 საუკუნეა ძველი წელთაღრიცხვის, მერე 800 წლის მერე არის ეს ფსალმუნები დაწერილი და აქ არის ნათქვამი ასეთი სიტყვები, რომ ტყვედ განისყიდა იოსები, ტყვედ უფალმა დაუშვა, რომ იოსები ტყვედ გაყიდულიყო ეგვიპტეში, რათა იოსებს განესწავლა, რომ გაენათლებინა თუ ეკადაგა მათი უხუცესებისათვის და მათი სწავლულებისათვის. აი აქედან არის მთელი მთავარი ამბავი, იოსების ამბავი. ძალიან საინტერესო, მაგრამ მთავარი, როგორც მეფე დავითი ამბობს, ის არის, რომ მას უნდა ეკადაგე იოსები იყო მისიონერი, აი ამ ეგვიპტელ სწავლულებში და ზუსტად ეს არის აქაც მოცემული, იმიტომ რომ ეს სამი, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ნოეს დროს ჯერ კიდევ ეს რჩეული ხალხი არ არსებობდა, ებრაელები გვიან მოხდა, ხო, ენების აღრევა და რაღაც ბაბილონის გოდოლი და რაღაც, ხო, ენებად დაყოფა. მიუხედავად ამისა, ნოე აბსოლუტურად არაკეთილ განწყობილ გარემოში ცხოვრობდა და აი მისთვის უცხო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხალხი იყო, მიუხედავად ამისა, მისთვის უცხო ადამიანებში უწევდა მას ქადაგება ისევე როგორც იობს და ისევე როგორც შემდეგ დანიელს. დანიელი, რომელიც მოხდა სრულებით სხვა გარემოში და კიდევ ერთხელ გავუსვა მხარს, რომ ეს არის ბაბილონი, სადაც დანიელია და ეს არის ბაბილონი, სადაც აშენდა ეს გოდოლი, რომელიც მერე დაინგრა და ღმერთმა დასაჯა, ესე იგი ეს ხალხი და სხვადასხვა ენებზე აალაპარაკა, ეს მოხდა ბაბილონში ენების აღრევა. აი აქა ვართ ახლა ისევ ბაბილონი და ისევ აი ეს ამბავი, რომ ებრაელი გადმოსახლდა მთელი ხალხი, მაგრამ ნუ მთავარი ებრაელი ეს არის ამ შემთხვევაში დანიელი და ფაქტიურად მთელი ეს ბაბილონის ტყვეობის პერიოდი ამ დანიელმა გადაატანინა ებრაელ ხალხს ერთის მხრივ, მაგრამ როგორ გადაატანინა? აი ასე გადაატანინა, რომ დანიელი არის უდიდესი მისიონერი